გამარჯობა. თანახმა ხართ თუ არა, დღეს ერთად ჩავწეროთ ინტერვიუ თქვენ საყვარელ მასწავლებელთან დაკავშირებით. გამარჯობა სალომე, დიახ, თანახმა ვარ და ძალიან მაინტერესებს. ძალიან კარგი. სულ რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და მინდა რომ გითხრათ, იყოთ აუცილებლად გულწრფელი და მითხარით ის, რასაც ნამდვილად ფიქრობთ. პირველი შეკითხვა იქნება ესეთი, რომ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი სასკოლო წლები, რომელი მასწავლებელი დაგჭირთ ყველაზე მეტად მეხსიერებაში და რა საგანს ასწავლიდა ის? მე ბევრი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ გამოვარჩევდი ერთ-ერთ მასწავლებელს, რომელიც მასწავლიდა მე-6 მე-7 კლასში ქართულს. და იმედოება ამ კაცს. ძალიან კარგი და როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება, როცა ის კლასში პირველად შემოვიდა, ან რითი მიიქცია ყურადღება, ანუ რა იყო ის, რითიც დაგამახსოვრდათ თავი? სანამ ბატონი იმედოს კლასში გადავიდოდი, მანამდე ბავშვებისგან ვიცოდი, რომ იყო ძალიან მკაცრი, მკაცრს ეძახდნენ იმას, რომ ალბათ მომთხოვნი იყო და ისეთივე პასუხისმგებლობას ითხოვდა, როგორც როგორცაც მოსწავლებისგან ელოდებოდა და პირველ დროს შევედი ცოტა ისე მკაცრად ვიყავი, მკაცრი ადამიანი მეგონა რა, მაგრამ როდესაც შემოვიდა გაკვეთილზე, პირიქით რაღაცა თბილი დამოკიდებულება დაგვანახა და მე უკვე სწავლის პერიოდში ძალიან ბევრ კარგ პიროვნულ თვისებას ავლენდა. აჰა. და შეგიძლიათ რაღაც კონკრეტული ამბავი გაიხსენოთ, ან კონკრეტულად მისი ქცევა, რამაც შეგიქმნათ სწორად მასზე ესეთი კარგი შთაბეჭდილება და დამოკიდებულება ჩამოგეყალიბოთ, კარგი. კი, შემიძლია. ძალიან ზოგადად ქართული ენა და ლიტერატურა ზუსტად ამ ადამიანმა შემაყვარა, იმიტომ რომ ზოგადად ისტორიკოსი იყო ეს კაცი და ყოველთვის სანამ ლექსის ან პოემის ან რაიმე ნებისმიერი მხატვრული ტექსტის სწავლებას დაიწყებდა, მანამდე ყოველთვის რაღაცა მის ისტორიას გვეყვებოდა, რომელიც იყო ძალიან დამაინტერესებელი და ასე ვთქვათ, мотиваციას გვიმაღლებდა ძალიან და არასდროს არ არჩევდა ბავშვებს, რაც ძალიან მომწონდა და ძალიან კარგი თვისებაა ადამიანში. იმიტომ რომ ყოველთვის გიწერდა იმ ნიშანს, რაც რეალურად გეკუთვნოდა. ვიყავი 1000-ანიც, მაგრამ მიმიღია 9-ანიც. და ვფიქრობ, რომ რა ქულასაც უწერდა ბავშვებს, ყველა იყო დამსახურებული და სამართლიანი და ვერავინ ვერ იტყოდა იმას, რომ ის დაუმსახურებლად დაუწერდა ვინმეს ნიშანს და ყოველთვის ყველა ბავშვი ისეთი დიდი პასუხისმგებლობით იყო, რომ არასდროს არ მოდიოდნენ მის გაკვეთილზე, ასე ვთქვათ, უცოდინარი და მოუმზადებელი, იმიტომ რომ თვითონაც იმდენ შრომას დებდა ჩვენში, რომ ჩვენც ასეთივე მერე პასუხისმგებლობას ვიჩენდით და ვავლენდით. აჰა, თქვენი ამ საუბრიდან გამომდინარე გამიჩნდა შეკითხვა, ის სწორად რომ ამბობდით, რომ მოსწავლეებთან დაკავშირებითო. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას რაღაც სხვა მოსწავლეებთან, ან იგრძნობოდა თუ არა მისგან მხარდაჭერა, როცა ვინმეს უჭირდა მაგალითად რაიმე სწავლება ან რაღაც? კი, რა თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ ზოგადად კარგი მასწავლებელი იმითაც გამახსოვრებს თავს, რომ ყველას ამჩნევს როგორი მოსწავლეა, მინდა ხაზი გაუსვა დიფერენციებულ მიდგომას. მაგალითად ჩემ შემთხვევაში მე ეხა არ მიყვარს ესე თავის გამოჩენის მიზნით არ ვლაპარაკობ, მაგრამ მე უფრო უკეთესად ვაკეთებდი რაღაცებს და ყოველთვის მქონდა ამ მასწავლებელს ის, რომ თუ ვინმე რაღაცას ვერ იგებდა, აუცილებლად თავიდან ახსნიდა და ასე ვთქვათ, დავალებებს, რომლებსაც გვაძლევდა ხოლმე, მაგალითად ცოტა ისეთ სუსტ მოსწავლეებს, ისეთ ცოტა შედარებით მარტივ შეკითხვებს მისცემდა, მე ცოტა ისეც, რომ ცოტა რაღაცა მეტი შრომის ჩადება მიწევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მოსწავლესთან მუშაობდა იმაზე, რომ მაღალი სააზროვნო უნარები განევითარებინა. და თქვენი აზრით, რა გავლენა მოახდინა ამ მასწავლებელმა თქვენს პიროვნულ ზრდაზე და განვითარებაზე?
ჩემი რა აზრით იყო ის ძალიან თვისებები, უნარები, რაც მისგან შეიძინეთ? აჰა. ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ დაახლოებით ამ ასაკში და მაგ პერიოდში, როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა დავიწყე, ბევრ საკითხს სხვანაირად შევხედე და საერთოდ სხვანაირი მსოფლმხედველობა ჩავამიყალიბდა, იმიტომ რომ ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნების მხრივ ვიყავი წასული, ან მათემატიკაში ძალიან ძლიერ ვიყავი და უფრო მაინტერესებდა და არ მეგონა თუ ჰუმანიტარული საგნები დამაინტერესებდა, როგორც იყო ქართული ისტორია, ასევე ცხოვრენები, რადგან ეს კაციც ისტორიკოსი იყო, შესაბამისად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ უფრო სიღრმისეულად შემესწავლა და ასევე იმაში შემიწყო ხელი, რომ უფრო მეტად შემიყვარდა კითხვა. და დღესაც ძალიან ბევრს ვკითხულობ მისი წყალობით. აჰა. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. ნამდვილად კარგი მასწავლებელი ყოლიათ და თქვენი საუბრიდან გამომდინარე ვუსურვებ საქართველოს ბევრ ასეთ მასწავლებელს, რომ მოსწავლეებზე ასეთი კარგი შეგრძნება დატოვოს და ამდენი კარგი რაღაც ისწავლონ მოსწავლეებმა მასწავლებლისგან. მადლობა და წარმატებები თქვენ. მადლობა ყურადღებისთვის, თქვენს დიდი მადლობა იმისათვის, რომ ძალიან საინტერესო კითხვები დამისვით. და ჩვენი ინტერვიუ ნამდვილად პროდუქტიული იყო. მადლობა.